საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გარდამავალ პერიოდს აცხადებს. მისი თქმით, ივლისის ბოლოს ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც დროებითი მართვის ორგანოს აირჩევს. სააკაშვილი ასევე გამოდის ინიციატივით შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარეც თავად ის იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანს ამ საბჭოს აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე განიხილავს. ამასთან, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, სადაც პარტიის წევრების გარდა კარგ სხვებსაც გაუხსნიან. დიქტატურის ჩარევის პირობებში ერთადერთი ვისი ფორმალური თანამდებობად სოლიდარობის ნიშნად უნდა შევინარჩუნოთ, სანამ ის ციხეში არის ჩვენი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. მე ვთავაზობ შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომელიც პრაქტიკულად ააშენებს ახალ პარტიას და დაკავდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური გარდაქმნითა და ახალ საბრძოლო ფორმაში მოყვანით. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა და პარტიის წევრების გარდა კარს ფართოდ გაუხსნით სხვებსაც. ეს იქნება რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები. უნდა იქცეს მიზიდულობის ცენტრად და საზოგადოებრივ პლატფორმად, არა მხოლოდ პარტიული ადამიანებისთვის, არამედ იმ პროფესიონალებისა და პატრიოტებისთვის, რომლებიც აქამდე გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებდნენ. ამ საბჭოს მთავარი მიზანია კიდევ ერთხელ თქვას ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში და შექმნას თანამედროვე ახალგაზრდული სახალხო მოძრაობა. პარტიამ აუცილებლად უნდა შექმნას ახალი სახეები. განახლებულ მოძრაობაში ერთგვარი პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ, რათა მათ შემოიტანონ ახალი ენერგია. რეფორმატორთა საბჭო იქნება მთლიანად ჰორიზონტალური საბჭო, სადაც ყველა იქნება თანასწორი და დამოუკიდებელი. ნანუკა ჟორჟოლიანის განმარტებით, რეფორმათა საბჭო ნაციონალური მოძრაობისაგან დამოუკიდებლად შეიქმნა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ ინიციატივით მოქალაქეებს, მათ ვისაც მათ შორის არ სურთ პარტიულობა, ეუბნება, რომ სწორედ მათი შეხედულებების მიხედვით განახორციელებს რეფორმებს ნაციონალურ მოძრაობაში. რატომ შეიქმნა რეფორმატორების საბჭო პარტიისგან დამოუკიდებლად? იმიტომ, რომ პარტიული სტრუქტურა არ აღმოჩნდეს ადამიანებისთვის დაბრკოლება და რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, განხილვაში. ნებისმიერი პროფესიის, ასაკის, გამოცდილების, ყველა პატრიოტმა, რომელიც შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი არაა, მაგრამ გვაქვს მთავარი საერთო, ქართული ოცნების დამარცხების სურვილი. ეს იქნება მცდელობა საქმიანი კოალიციის. ამ პროცესში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ემიგრაციიდან. ეს არ იქნება ურთიერთობის აქამდე აპრობირებული ფასადური ფორმატი. რეფორმების პროცესში ჩართული იქნება ყველა ინდივიდუალურად. იმ იქნება ჩვენი მთავარი მოკავშირე. ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული პოლიტსაბჭოს წევრები, პრიორიტეტი ხდება რეგიონი, ნაციონალური მოძრაობის ქალი წევრები და ამომრჩევლები, რადგან ჩემი აზრით ამ პარტიის მთავარ ძალას ისინი წარმოადგენენ. 8 ივლისს ნაციონალური მოძრაობის პარტიული თანამდებობის პირებს წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. მათ შორისაა თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. მისი თქმით, თვის ბოლოს ყრილობაზე მხოლოდ დროებითი მმართველობითი ორგანო დაკომპლექტდება. თავმჯდომარის კანდიდატებზე კი ჯერ საუბარი არ არის.